სერიოზული მიდგომა არც ერთი მიმართულებით არ ჩანს. რა იქნებოდა ეს სერიოზული მიდგომა? ერთი სერიოზული და გრძელვადიანი მიდგომა იქნებოდა ეკონომიკური თვითკმარობა. თვითკმარობის იდეა და კონცეფცია არის ჩემი შეთავაზება ქართულ პოლიტიკაში. არ შეიძლება ის რაც ხდება სასურსათო ქსელებში, ეს არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ამას არ მოითმენ და არასოდეს. ძალიან სერიოზული დილემაა ეკონომიკურად თვითკმარი, როგორ გახდეს ქვეყანა. როგორ გახდებოდა 13 წელი თუ მარტო იმით ხარ დაკავებული, რომ ბაღის საჭმელებს, ბავშვებისა და სასტრაფოების ფულს იპარავ, შენ ვერავითარ თვითკმარობას ვერ განავითარებ. თვითკმარობას განავითარებ შენი კლანებისთვის. ქართული ოცნება თვითკმარი არის თვითონ და ის შემადგენლობა 10-12 კაცი, რომელიც მართავს ამ პარტიას, ის საკუთარ თვითკმარობაზე ზრუნავს. მაგრამ ერის თვითკმარობა ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის საკითხი, რომელიც ეყრდნობა იმას, რომ შენ ქმნი პროდუქციას, შენ ვალით კი არ ცხოვრობ. დიანა, იცით რომ წლების განმავლობაში ჩვენი საგარეო ვალი იზრდება. წელსაც გაიზარდა რამდენიმე ასეული მილიონით. რატომ იზრდება საგარეო ვალი? იმიტომ იზრდება, რომ ვალში ცხოვრობს წელი ქვეყანა. არა მარტო საქართველოს მოქალაქეების რეკორდული მაჩვენებელი ადამიანებისა კონკრეტულად ვალში არის და ვალაუვალი, ანუ ვალს ვერ იხდის, გარდა ამისა ქვეყნის საგარეო ვალი იზრდება ყოველ წელს. და თუ ყველაფერი ესე კარგად არის და ესეთი ტაშფანდურით უნდა ვცხოვრობდეთ, რატომ სესხურობთ ამდენ ფულს? ვარიცით. ანუ მიდგომა დღევანდელი არის თავის მოტყუება, ცოტახანი ნაცრის შეხვდა თვალებში, ღარიბ ქვეყანაში, სადაც კეთილდღეობა არ იზრდება. თქვენ ფიქრობთ